აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პალერმოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა დაათვალიერა, სადაც მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალებია დაცული. ბიბლიოთეკაში იტალიელი მისიონერის და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის არქივი ინახება, რომელიც მე-17 საუკუნის საქართველოს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე სრულ და თვალსაჩინო დოკუმენტურ წყაროდ მიიჩნევა. პალერმოში ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ პალერმოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია უნიკალური კადრები, ჩანახატები, ჩანაწერები კრისტოფორო დე კასტელის საქართველოში მოგზაურობის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია პალერმოს მუნიციპალიტეტის ლამაზ ბიბლიოთეკაში ვუმასპინძლოთ დელეგაციას საქართველოდან. პალერმოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკაა. აქ უამრავი საგანძური ინახება, მათ შორის კრისტოფორო კასტელის კოლექცია, რომელიც უამრავ ნახატს შეიცავს საქართველოს შესახებ. ამ კოლექციის შესასწავლად უამრავი სტუდენტი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან. ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ აქ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.